მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენთან ერთად არის ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე შარენ ჰასკელი, რომელიც ახლა იერუსალიმიდან გვიერთდება. დიდი მადლობა, რომ დრო გამონახეთ. ბევრი რამ ხდება. მინდა ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე დავიწყო. ირანი ემუქრება ისრაელს და აფრთხილებს ისრაელის მოქალაქეებს, რომ დღეს ღამით ცას ყურადღება მიაქციონ. მას შემდეგ, რაც ისრაელმა დარტყმა მიაყენა ჰეზბოლას ინფრასტრუქტურას დაჰიაში, რაც რა თქმა უნდა ჰეზბოლას მხრიდან ისრაელის მიმართულებით სარაკეტო ცეცხლზე პასუხი იყო. იგივე განმეორდა დღესაც. თქვენი რეაქცია რა გეგმებია შემუშავებული, როგორ აპირებს ისრაელი პასუხისგაცემას და თავისი მოქალაქეების დაცვას? სინამდვილეში ჰეზბოლა ირანული არმიაა და ისინი თავს საფრთხეში გრძნობენ, რადგან ნამდვილად აცნობიერებენ, ალბათ ახლა უკვე საბოლოოდ, რომ ასე თუ ისე ჰეზბოლა აღარ იარსებებს ისე, როგორც მრავალი წლის განმავლობაში არსებობდა. როგორც ირანის არმიის გრძელი ხელი, რომელსაც თეჰერანიდან მარიონეტების ოსტატი მართავს. და ჩვენ არ მივიღებთ რეალობას, სადაც ირანის არმია ჩვენ საზღვარზეა, ეს ხმის თავს ჩვენ მშვიდობიან მოსახლეობას და ჩვენს ქალაქებს. რამდენიმე დღის წინ ისრაელის მთავრობასა და ლიბანის მთავრობას შორის მიღწეული იყო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. თუმცა ჰეზბოლა ისევ და ისევ უსმენს თეჰრანის მარიონეტების ოსტატს და აბრძელებს ისრაელზე თავდასხმას რაკეტებით, დრონებით და რაც კი შეუძლიათ. და დღეს ვფიქრობ, შეიძლება რომ შეტყობინება საბოლოოდ მიაღწია ადრესატს. როდესაც ისინი ცდილობენ და შეეცდებიან გვავნონ ჩვენს მშვიდობიან მოსახლეობას, ჩვენს ქალაქებს, ჩვენი მოქალაქეები არ იქნებიან ბუფერული ზონა. ისინი მიიღებენ დარტყმას იქ, სადაც მათ ნამდვილად ტკივათ. სიახლეების განახლების სახით მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ ეტაპზე ისრაელის თავდაცვის ძალების შიდა ფრონტის სარდლობა აცხადებს, რომ ირანიდან მომდინარე ამ მუქარების ფონზე რეკომენდაციებში ცვლილებები არ შესულა. მნიშვნელოვანი განახლებაა შიდა ფრონტის სარდლობა აცხადებს, რომ ამ მუქარების ფონზე რეკომენდაციებში ცვლილებები არ შესულა. მაგრამ მინდა ცოტა უფრო დეტალურად განვიხილო, როგორ მივედით ამ მომენტამდე, რადგან ვიცით, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუმ, რომელმაც გასულ კვირას გამოაცხადა, რომ დაჰიაში ტერორისტულ ობიექტებზე იერიშები განხორციელდებოდა, ეს წინასწარ დაანონსა. და დონალდ ტრამპმა ესე ვთქვათ, ბოლო წუთს შეაჩერა ყველაფერი. ამჯერად კი წინასწარ აცნობა თუ არა ისრაელმა შეერთებულ შტატებს. ამაზე ესე ვითხოვდი. მოხედეთ, უფრო ძლიერი მოკავშირეობა და მეგობრობა არ არსებობს, ვიდრე პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუსა და დონალდ ტრამპს შორის მეგობრობა. ისინი დღეში რამდენჯერმეც კი ტელეფონით საუბრობენ. და იქნება ეს კრიტიკა. თუ იცით, ერთად მიზნების დასახვა, ეს ყველაფერი ამ ორ ლიდერს შორის ხდება და არა მედიის საშუალებით. პრეზიდენტი ტრამპი ბევრ დროს ხარჯავს ისტორიული მომენტის მიღწევაზე, რაც ნიშნავს თანამშრომლობას და თანაცხოვრებას ისრაელსა და ლიბანს შორის. ეს ისტორიული მომენტია ჩვენთვის ისრაელში და ასევე ლიბანისთვის. და იცით, ამ ორ ელჩს შორის შეხვედრებს ამერიკის ადმინისტრაციის უმაღლეს დონეზეც ესწრებიან, მარკო რუბიოს ან მის მსგავს პირებთან ერთად. ეს ნიშნავს, რომ ისინი დიდ ძალისხმევას დებენ მოლაპარაკებებში და ისეთი რეალობის შექმნაში, სადაც ჩვენ შეგვიძლია განსხვავებულ მომავალში ვიცხოვროთ. ცხადია, ეს ისრაელის მიზანია, ეს ლიბანის მიზანიცაა, მაგრამ ჩვენ გვიწევს ბრძოლა ტერორისტულ ორგანიზაციასთან, რომელიც ბრძანებებს ირანიდან იღებს. თქვენ იცით, სად არიან ისინი, თქვენ გესმით მათი მიზნები, თქვენ იცით მათი საშუალებები, მათ ეს არ სურთ. მათთვის მშვიდობა და სტაბილურობა, მათი რადიკალური, ფანატიკური, დღის წესრიგის მტერია. ამიტომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რაც შეუძლიათ, რომ ასეთი გზა შეაჩერონ, ან ზელს გაანადგურონ. მაგრამ ბოლო რამდენიმე დღემ საკმაოდ დიდი იმედი მომცა, განსაკუთრებით ლიბანის მთავრობის განცხადებამ და ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებამ. არ შესრულებულა. სამწუხაროდ, ჰეზბოლა კვლავ რძელებს რაკეტების გაშვებას. და როგორც დღეს ნახეთ, მათ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც სუვერენულმა ლიბანის მთავრობამ დაამტკიცა.
და იცით, როცა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი, ეს ძალიან კარგად იცოდნენ ყველა მხარემ. და ყველა მხარისთვის, მათ შორის ლიბანის მთავრობისთვის, მათ შორის შეერთებული შტატებისთვისაც, ცნობილი იყო, რომ თუ ჰეზბოლა დაარღვევს ცეცხლის შეწყვეტას, მათ პასუხს გასცემენ. თუმცა განსხვავება გასულ კვირასა და ამ კვირას შორის ისაა, რომ აშკარად როცა ტერორისტულ ობიექტებს დახიაში ესმოდნენ თავს, შეერთებული შტატები აუცილებლად ინფორმირებული უნდა ყოფილიყო, რადგან ერთი კვირის წინ ისრაელს უთხრეს თავი შეეკავებინა და ისრაელმაც ასე მოიქცა. და ეხლა ჩნდება კითხვა, თუ ირანის სპიკერი იმუქრება, რომ ირანი შეიძლება ახლა შეუტიოს ამერიკულ ბაზებსა და ობიექტებს, პასუხად ისრაელის ამ დართმებზე, ეს ალბათ უკვე გათვალისწინებული იყო შეერთებული შტატებისა და ისრაელის მიერ წინასწარ. რას ფიქრობთ? მოგეთ, მე ვფიქრობდა, როგორც მე მესმის და ვახდენ ინტერპრეტაციას და აშკარად ნახეთ, მე ასე არ ვფიქრობ, ვინმეს არც მედიაში და არც ისრაელში შეუძლია სცადოს ინტერპრეტაცია, ან თარგმნა, ან პროგნოზირება, იცით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის. კარგი. მაგრამ ფაქტია, რომ ჯერ კიდევ მანამდე და ჩვენ ვიცოდით, რომ სერიოზული დაპირისპირებისკენ მივდიოდით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კიდევ ერთი შანსის მიცემა სურდა. და სრულიად სამართლიანად და არა ისე თითქოს პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ეს არ სურდა, კარგი? მაგრამ ლიბანის მთავრობის მხრიდან ზეწოლის ფონზეც, იცით, ჩვენ კიდევ ერთი შანსი მივეცით. ეს არ ნიშნავს, რომ ეხლა ყველაფერი ინგრევა, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, ეს არის გზავნილი ჰეზბოლასთვის. როცა ისინი ისვრიან ისრაელის მიმართულებით და ემუქრებიან ჩვენს მშვიდობიან მოსახლეობასა და ჩვენს ქალაქს, პასუხად დარტყმას მიიღებენ. იქ, სადაც მათ ყველაზე მეტად სთქივად, ჰეზბოლას სტრატეგიულ წერტილში. ამჟამად ქვეყნის ჩრდილოეთში მშვიდობიანი მოსახლეობა ცხოვრობს და ელოდება როგორ განვითარდება მოვლენები. ისმენენ ამ მუქარებს ირანიდან, როცა ვსაუბრობთ. თქვენი გზავნილი ამ მშვიდობიან მოსახლეობას რა უნდა აკეთონ ისინი? პირველ რიგში, იცით, მე რამდენიმე დღის წინ თავად ვიყავი იქ ჩრდილოეთში, ქირიათ შმონაში. მე გოლანის მაღლობებზეც კი ავედი. მაშინაც კი, როცა ჰეზბოლას მხრიდან ინტენსიური დაბომბვები მიმდინარეობდა, სადაც ზოგჯერ აფეთქებების ხმასაც კი არ უსწრებდა გამბაში სიგნალი, რომ ადგილობრივებს შევხვედროდი. ჩემი გული მათთანაა. და უნდა დავრწმუნდეთ, რომ ყოველდღიურად მიმდინარე სროლების მიმართ გულგრილები არ გავხდეთ. ჩვენ თითოეულ მათგანზე უნდა ვიმოქმედოთ. და მინდა რომ იცოდნენ, რომ მე ძალიან მუშაობ და ვცდილობ, რომ ყველაფერზე რეაგირება მოხდეს. ისინი ძალიან რთულ დროს გადიან. მათი ქალაქი უკვე 2 წელიწადი და ნახევარია განადგურებულია და ბომბებს ესვრიან. იცით, ეს საკმაოდ შემაშინებელი და საშიშია. მაგრამ რეალობა ისაა, რომ ყველა ისრაელელისთვისაც, იცით, ირანში არსებული სიტუაციის გამო, მაშინაც კი როცა ვსაუბრობთ, ყველაფერი ძალიან სწრაფად შეიძლება შეიცვალოს. გულისხმობ შეიძლება ძალიან მშვიდად და თითქოს ჩვეულებრივადაც კი გამოიყურებოდეს ისრაელის სხვა ნაწილებში. მაგრამ ფაქტია, რომ ყველაფერი შეიძლება დრამატულად შეიცვალოს თითქმის ყოველ წუთს, როცა ეხლა ვსაუბრობთ. ისრაელისთვის ეგზისტენციალური საფრთხე სრულიად ნათელია. ამაში ეჭვი არ არის. ძალიან მოკლედ, თქვენი აზრით, ყველაზე მწვავე საკითხი, რომელიც ოქტომბერში არჩევნებამდე დგას, ძალიან დიდი ალბათობით უსაფრთხოებაა. თქვენი აზრით, ვინ არის ყველაზე უკეთ პოზიციონირებული, რომ დაეხმაროს ამ ქვეყნის ხალხის დაცვაში? მოусმინეთ, ერთ რამეს შეგვირდებით. უსაფრთხოება ნამდვილად იქნება ჩვენი შემდეგი არჩევნების მთავარი საკითხი. და ძალიან ნათელია, რომ გაწევის კანონპროექტის საკითხები, რომლებიც შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს ჩვენი საზღვრების დაცვას, ასევე დიდი ნაწილი იქნება ამ ყველაფრის. შემიძლია დაგვირდეთ, იცით, ისრაელის მოქალაქეებს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მე მათ ვემსახურები იქ, სადაც ამას ვიგრძნობ. შემიძლია ნამდვილად წარმოვადგინო და დავიცვა ისრაელები, რომლებმაც ყველაზე მეტი გაიღეს ამ ქვეყნისა და ჩვენი ხალხისთვის, მსახურებით, უსაფრთხოების სამსახურის მეშვეობით, ეკონომიკის მეშვეობით, და სამწუხაროდ, იცით, ამჟამად სათმარისი არ კეთდება მათი დასაცავად. იცით, მე ამაზე ძალიან ხმამაღლა ვლაპარაკობდი და უკვე მთელი წელია ასე ვარ. ვიცავდით გაწევის კანონპროექტის შეჩერებას. მე და კიდევ 6 ჩემი მეგობარი კოალიციაში.
იმისთვის, რომ ესეთი დისკრიმინაცია და იცით სირცხვილი, იცით და ფაქტია, რომ თუ ეს კანონი გავა, ეს დააზიანებს ჩვენს შესაძლებლობას დავიცვათ ჩვენი საზღვრები. და ჩვენ დაუღალავად ვიბრძვით იმისთვის, რომ ეს კანონპროექტი არ გავიდეს. და ვფიქრობ, რომ ეს იქნება არჩევნების ცენტრში. და რასაც შემიძლია დაუპირდე მათ, არის ის, რომ ვიქნები ისეთ ადგილას, სადაც შემეძლება კვლავ მათი დაცვა. დიდი მადლობა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე შარენ ჰასკელი ყოველთვის ვაფასებთ თქვენს დროსა და შეხედულებებს. მადლობა რომ იყავით ჩვენთან რანდაუნზე. დიდი მადლობა. იყავით კარგად.